253, GG. Bravo! გაცინდა მეგობრებო, დილამშვიდობისა. 4 საათი მეძინა, მაგრამ კარგი 4 საათი იყო. მეტი ფიზიკოდ ვერ შევძელი, გამეღვიძა და ვეღარ შევიბრუნე, შესაბამისად ავდექი. ახლა არის 6:30 დაახლოებით 7-ისკენ გავალ სახლიდან. მანამდე კვება მექნება, ერთ კვებას გავამზადებ. 9-ისკენ, როგორც თქვი, არის გაგრიმვები და მე 10:30-ზე უკვე იწყება გამოსვლები. ყველაფერი იდეალურად არის, ფორმა დღეს ძალიან კარგია. შესაბამისად ვაგზელებ, მეტი ჩატენა უჭირდება და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და ასეც იქნება. ცოტა თქო ნერვიულობ, იმიტომ რომ სცენაზე რა იქნები და რა იდგები, ის მაინც 100% არ იცი. შესაბამისად მაქსიმალურად სიფრთხილით, სიზუსტით ვცდილობ ყველაფერს. სხვა რა შემიძლია თქვა, ეს არის უკვე ჩვენი ბოლო ეტაპი. უბრალოდ სეზონი ავიდე და დავანახოთ ის, რაც ვიშრომეთ. მეტი არაფერი. ანუ ის 7 თვე უკვე წარსულია, თავარი ახლა იმ 7 გამოში 10 შრომა შენ დაანახო. ეს თუ არ შეგიძლია, მაშინ ამ სპორტისტვის არ ხარ. იმიტომ რომ იქ ასვლა დამყოფის ჩვენება არის საბოლოოდ ყველაზე მთავარი ნაწილი. ასე რომ ახლა ჩემ კვებას მივთმევ და შემდეგ გავამზადებ წასაღებად, ჩავლაგდები, ცოტას რელაქს ვეცდები, YouTube-ს უყურებ ანამე და შემდეგ თავის დროზე მივალე იქ, ისე რომ დასვენებაც მოასწრო, არც ვიჩქარო და ყველაფერი იყოს 100-იანზე. ასე რომ ახლა გადავალ კვებაზე უკვე. შემოვედით, უკვე backstage-ზე ვართ. სიტუაცია ისეთი არის, რომ ჯერ ხალხი არ მოსულა, ჩემი გაგრიმვის დროც არ არის, 9 საათში მიწევს. შესაბამისად ველოდებით, აქ არის პროტანის გაგრიმვის ადგილი, სადაც გავიგრიმებით. და შემდეგ ჯამში გამოდის, რომ 1 საათში უნდა დაიწყოს, მაგრამ ალბათ გადაცდება, როგორც ყოველთვის. ასე რომ მანამდე დავისვენებ. ყველაფერი კარგად არის. რასაც უყურებ, ყველაფერი იდეალურად მიდის. და ნახოთ იმედია ბოლომდე ეს გაგრძელდება. მოკლედ, გავიგრიმეთ. ჩემპიონატი ჯერ არ იწყება. შესაბამისად, ვისვენებ მაქსიმალურად, თბილად ვარ, ისე როგორც სახლში ვიყავი, კომფორტულად. და ნელ-ნელა ვემზადებით. ჯერ ჩვენი კატეგორია არ გამოცხადებულა, შესაბამისად, აქედან ფეხს არ მოვიცვლი მანამდე. დავისვენოთ და მოვემზადოთ მენტალურად. დანარჩენი უკვე სცენიდან, ასე რომ შევხვდებით სცენას. Давай, Валера, жопа. Corner to the right. Face front. Супер. Улыбайся. Давай. 253, 255, Давай, Валера. 467. На максимум, давай. Авчик, молодец. Супер.
471, 473. Bravo! 461 switch. 463, 461 switch. No. Bulgaria. Armia. Back double bicep. Bravo! Relax, face front. Number 253, Gigi Mama. Whoa! Bravo! დასრულდა ჩემპიონატი ღმერთის წყალობით, ისე როგორც ჩვენ გვინდოდა. 4 მედალი მოვიპოვეთ. პოლონეთს მთავარი თასი, პოლონეთის ჩემპიონობა და პოლონეთის მთავარი კატეგორიაც მოვიგეთ. ამ კატეგორიას ერქვა მისტერ პოლონეთი, შესაბამისად მისტერ პოლონეთის სტატუსიც მოგვენიჭა. რაც შეეხება თვითონ კონკურენციას, საკმაოდ მაღალი კონკურენცია იყო. თავიდან რომ ვნახე ხალხი, ანუ სია 10 კაცი ნაკლები არც ერთ კატეგორიაში არ მყავდა და ცოტა შემეშინდა. არ ველოდი სიმართლე გითხრათ, რომ ბევრი ხალხი იქნებოდა მაინც. ნერვიულობა ერთ-ერთი ის იყო, რომ მინდოდა რომ დამფასებოდა და ის კუთვნი ადგილები მეღო, ისთვისაც ვიბრძოდი. ერთ-ერთი შიში მაგის მქონდა, რომ ხელცარიელი არ წამოვსულიყავი. რა თქმა უნდა, ბევრი რაღაც დავინახე სცენაზე, რა უნდა გავაუმჯობესო, რა იყო ჩემი მინუსები და აუცილებლად ამას გავითვალისწინებ. პრობარაძე არ გავედი, რადგან პირველ რიგში არ ვთვლი თავს მზად. მიუხედავად იმისა, რომ ლიმიტზე ვიყავი, სხვანაირი შემილია უკვე მაინც რომ კონტინუალურ მასასაც ავაშენო და სიმშრალეც ხონა დავეჭერო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და თან ფინანსური მხარეც იყო ზოგადად წუწუნი არ მახასიათებს, მაგრამ ეს ჩემპიონატი, მარტო ჩემპიონატის რეგისტრაცია 600 евро დამიჯდა. ამას დამატებით ფრენა, სასტუმრო და ყველაფერი ჩემი ხარჯებით. და რა თქმა უნდა, ყოველდღიური მზადება. იქ სხვადასხვა დანამატებით, სპორტული ვიტამინებით, რომელიც რა თქმა უნდა არ არის იაფი. მით უმეტეს ჩვენი ქვეყნის სკოლობაზე. ასე რომ საკმაოდ შრომატევადი სპორტია, როგორც ფინანსურად, ისე მენტალურად. ამ ხრივ ამ სეზონს ასე ვამთავრებთ. ჯერჯერობით მზადება აღარ იქნება. სექტემბერში, ვისაც გახსოვთ, სახლი მიმთავრდება, რომელიც 3 წლის წინ ვიყიდე. შესაბამისად, რემონტი და 1000 მნიშვნელოვანი საკითხი იქნება ჩემს პირად ცხოვრებაში, რომელსაც უფრო მეტ დროს დავუთმობ. და შემდეგი წლიდან კვლავ რა თქმა უნდა დავისახავთ გეგმას. ამ ეტაპზე ესე გამოვიდა ყველაფერი, ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან შოკირებული ვიყავი ამჯეროდა. მაგრამ გამოგვივიდა და რა თქმა უნდა ამით არ მორჩებით.
ასე რომ ყველაზე დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. თქვენი სიტყვები ძალიან ბევრს ნიშნავდა, რომ ყველას გეჯერათ და მოგწონათ ჩემი ფორმა. რა თქმა უნდა, მე ჩემს თავს კრიტიკულად უყურებ და ძალიან ბევრი რამე იყო იქ პრობლემა, რომელიც მე დავინახე ვიდეოებში. მაგრამ ერთს აღვნიშნავ იმას, რომ კატეგორიების მიბმა მომიწია. ანუ 4 კატეგორია მომიწია მიყოლებით. ანუ მაქსიმუმ 5 წუთიანი პაუზები მქონდა და ვერაფერს ჭამას ვერ ვასწრებდი, მაქსიმუმ 1-2 ყლუპი გადამეკრა და თუ რამე იქვეიდო, შემეჭამა, მაქსიმუმ. ეგეთა თქმა უნდა, ჩემს საჭმელზე არ მაქვს საუბარი. ასე რომ, ბევრი რაღაცა ცოტა ის სხვანაირად წავიდა, პოზირებას მაგიტომ იყო ცოტა შედარებით ცუდი, რომ ვერ ვიჭერდი კარგად პოზებს, რადგან ძალიან დავიღალე და უკვე გაცლილი ვიყავი. მაგრამ ნუ ბოლოს უკვე ბოლო კატეგორიაზე, როცა როგორც იცით, ბოლო კატეგორია, ნუ ეს რაც მოვიგებ თლიანად ეს თასი, იყო 1.75-დამდე და 1.75-ის ზემოთ. ანუ მე ბოლოს ეგორი ადამიანი ხვდება ერთმანეთს და ნუ გადაეცემა ეს თლიანი კატეგორიის პრიზი, ნუ თასი ამ შემთხვევაში ბარათი და ნუ მედალიც თავისთავად. და ნუ ამ დროს რაღაც გადამეტრიალ თავის ხონად ჩამერთო, მაშინვე ისევ ფამზე მივედი, ისევ რაღაცა ხონად, ფეხები დავაწყე რაღაც, რომ აი ზედმეტი რაღაც წყალი ჩაცლილი იყო და რომ საბოლოოდ კი მივიღეთ ის, რომ ეს კატეგორია მოვიგე. და ამ ადამიანმა ყველაფერი მოიგო, მე თვითონ უყურებდი და ხედავდი, რომ ყველა კატეგორიიდან გამოდიოდა თასით და მეთქი, ეხლა ამასთან მოგება. არ ვიცი, მაგრამ თავი საჯარო შემოხედა და რაღაცაერად ზერით მივხვდი და მე უკვე ინგლისურად დაიწყეს საუბარი, თან არ მეჯერა, გაკურებული რეაქციაც მქონდა. ძალიან კმაყოფილი ვარ, მოკლედ, მადლობა ხმის ყველაფრისთვის. მის გარეშე არაფერი არ გამომივა და ვერც გამომივიდოდა. ვიშრომეთ, დაფასდა და რა თქმა უნდა ყველაზე დიდი მადლობა საკუთარ თავს, რომ ამდენი რაღაც გამოვიარე და მაინც მახსოვდა რომ ისთვის ვიბრძოდი. მადლობა თქვენ გულშემატკივრობისთვის, კარგი სურვილებისთვის, ვისაც გაგიხარდათ, ძალიან ბევრი ვისაც რა თქმა უნდა ეწყინება და არის სიამონება, მაგრამ ნუ ღმერთი ყველაფერს ხედავს, ასე რომ ყველას თავის გზაზე გაუგორჯოს. ეს სეზონი დასრულებულია. შევხვდებით უკვე ახალი მიზნებით.